ელექტროენერგია რო არ არის და ადამიანის გაითიშა ტელეფონი. მიშველე ვერ დაგირეკავს. მიხვდები საშველათაც ვერ ეგეთი არის ათობით სოფელი გურიაში, ლანჩხუთში, იმაში რა ქვია, ოზურგეთში. ხო შოკი და ვიზეც ქონდა ინფორმაცია, ხო ვიღაცას ტელეფონი აქვს, ლაივი ჩართო რომ ხალხო თოვლია, მიჭირს, ვიღაცას დაურეკა რომ მიშველეთ ახლა ვინც ვერ მოვიდა აქამდე. და მეორე რა არგუმენტი ახლა ბევრი რო არ გავაგრძელოთ, ესე იგი აი ქოცური არგუმენტი რა არის? აი რა მოიცა კაცო ადრეც ხო თოვდა ძმაო არა და ეხლა რა ამას დიდი თოვლი არ მოსულა ბიჭო ადრე ხალხი ადაპტირებული იყო გამოქვაბულში ცხოვრობდა მაგრამ 21 საუკუნე რო არ და რო შევეჩვიე ელექტროენერგიას გაზს ტელეფონს აბა ეხლა მოდი წილოსანი ხო გურულია ნინო წილოსას გამოურთოთ ტელეფონი 10 დღე და ინტერნეტი და მართლა მაინტერესებს როგორ იქნება ჩაწერილი რო არის სალონში და დააგვიანოს 2 საათში 2 საათი სრული ისტერიკა იქნება ეხლა რა სიზამენი იცი ხო მორჩა ყველაფერი დადნაბა თოვლი ხალხი დარჩა ამ პრობლემის პირისპირ ხო მივა ეხა ქართული ოცნების კოორდინატორია გამგებელი ანუ უღაცა და ეტყვის გაჩერდი ბიჭო გაჩუმდი იქინე კომენტარი და ირო დაწერე ახლა ოპოზიციო კი ასე იქნება წაშალე მაგენი წაშალე და ხო გინდა რაცა 500 ლარი დაგეხმარები რა ვქრა ახლა მაგას თუ არ წაშლი და ახლა კიდო დაილაპარაკებ მაშინ მოგეხმარო ნაციონალები ესეც კაცი გაჭირებული კაცი გაიხედა გამოიხედა პრობლემა სახლი ენგრევა ვიღაცა თუ რამეს კაი ახლა პოსტის წაშლის და კომენტარის წაშლის გამო თუ დამეხმარები და ამასაც კი შესაძლებლობად უყურებ